შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შეურაცხყოფელი, კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა მამუკ ამდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება აუზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და ამავდროულად მიუღებელი იქნება სიძულვილის მტრობისა და შეურაცხყოფის სახალისება. როგორც მამუკ ამდინარაძემ აღნიშნა, დებატების სივრცის გახსნა იყო პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დღეიდან კი მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება აღნიშნული მიმართულებით. მამუკ ამდინარაძის დღევანდელ განცხადებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში. შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. ახსოვს ესეთი არაერთი ადამიანი, რომელსაც იბარებდნენ, მიდიოდნენ სასამართლოებში და უკვე მოსამართლეების ხელით ხდებოდა მასთან მიმართებით აი ამ სამართალდამრღვევად მათი ცნობა სწორედ აი ამ კრიტიკის კონტექსტში. ამიტომაც შინაარსობრივად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას აქამდე ისედაც აკეთებდა. და ეს დაანონსებული ცვლილებები ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ახლა იქნება სავარაუდოდ გამოყოფილი ერთი კონკრეტული უწყება, რაც კონკრეტული დეპარტამენტი, სამმართველო, რა სახელსაც ისინი მას ამას დაარქმევენ და მათი ყოველდღიური ფუნქცია იქნება საჯარო სივრცეში, რომელიც მათ შორის შეიძლება მოიაზრებდეს სოციალურ ქსელს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების კონტროლი. ეს არის ფაქტობრივად ცენზურის მექანიზმის დაანონსება და შექმნა. გამოიწვევს თუნდაც იმას, რომ ცენზურა და თვითცენზურა პრაქტიკულად გახდება ქვეყანაში უკვე მნიშვნელოვანი სერიოზული პრობლემა და ვინ უნდა განსაზღვროს ხო თუ რა კომუნიკაცია არის აგრესიული, რამდენად აგრესიულია, თუნდაც რამდენად რა შეიძლება ჩაითვალოს შუღლის გაღვივება, ხომ რა შეიძლება იყოს განხილული როგორც ღირსების შემნახავი ქმედება და შემდეგ ეს ყველაფერი ალბათ მე ვფიქრობ არის ის საკითხი, რომელზეც სამართლის ორგანოებს უფრო მეტი თავისუფლება მიეცემათ იმისთვის, რომ გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ინტერესებისთვის ეს ახალი მექანიზმები და კიდევ ხასოს რო ეს ხდება მაშინ, როდესაც არაეფექტური გამოძიება არის მათ შორის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ქვეყანაში და სწორედ ხელისუფლება უწყობს ხელს ასეთი სახის რიტორიკა სიძულვილის ენის გამოყენებას წლების განმავლობაში. არის ცენზურის დაწესებისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გაგრძელების საკმაოდ საშიში ტენდენცია და შევახსენოთ ხომ საზოგადოებას და სახელმწიფოს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული არა მხოლოდ ისეთი აზრები და ან იდეები, რომელიც უწყინარია, არამედ ისეთი იდეებიც, რომელიც შეიძლება შემაწუხებელი, შოკის მომგვრელი იყოს და მას არ ეთანხმებოდეს სახელმწიფო ან საზოგადოების ნაწილი. შესაბამისად, აი ამგვარი ინიციატივები, რა თქმა უნდა, არსებით საფრთხეს უქმნის სწორედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და იზრდება უფრო მეტად მცდელობები იმისა, რომ გაკონტროლდეს მათ შორის საჯარო სივრცეში მოქალაქეების მიერ გამოხატული მოსაზრებები. ამისი მცდელობა ჯერ კიდევ საკანონმდებლო დონეზე დაიწყო გასულ წელს, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსით აიკრძალა საჯარო მოხელის ის ცვლილებები, რომელიც ადმინისტრაციულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იქნა მიღებული გასულ წელს, ეხება მხოლოდ საჯარო ხელებს ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მათ მიმართ გამოხატულ სიტყვიერ შეურაცხყოფას თუ სხვაგვარ შეურაცხყოფელ გადაკიდებას. ამიტომ ამ ეტაპზე ბუნდოვანი რჩება მხოლოდ საკითხი, რა ტიპის სამართლებრივი საფუძვლით იქნება შეფასებული. ვიდრე ერთი მხრიდან იქნება საუბარი სინდისის პატიმარზე და მეორე მხრიდან დამნაშავეზე, აქ შეთანხმება, საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მე არ ვიცი ვინ არის სინდისის პატიმარი, ეს არის თქვენი შეფასება, ამიტომ სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმარზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება და საზოგადოებრივი თანხმობა და ერთობა ვერ შედგება. მაგრამ თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ, რომ სასულიერო პირებმა და სინოდის წევრებმა თქვენს რომ სინდისის პატიმრების შეწყალება იქნება კარგი, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ პირიქით. მათ თქვენს რომ და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია. ვინც ინანიებს და სინანულზე საუბრობდნენ ისინი შეიძლება სიტყვით ვერ გავიმეორე, უბრალოდ აზრი ეს იყო. ვინც გამოხატავს სინანულს, მისი შეწყალება არის კარგი. მოკლედ აზრი ეს იყო, ხო? მე ამას ვეთანხმები. მაგრამ ერთი მხრივ, როდესაც თქვენ მათ უწოდებთ სინდისის პატიმრებს, ჩემთვის პირადად, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ეს არის სპეციალურად განზრახ შექმნილი ბარიერი, რომ ისინი არ შეიწყალონ და დაპირისპირება იყოს კვლავ აქტუალური. იმიტომ რომ სინდისის პატიმარს თუ უწოდებთ, აქ უფრო რთულდება დათანხმება და შეთანხმება ამ თემაზე, ხო? და რადგან თქვენ მაინც ასე საუბრობთ, ესე იგი თქვენი ინტერესი, ეს ბუნებრივი ლოგიკაა და არა მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩემი ამ შემთხვევაში მოსაზრება, თქვენი ინტერესი არა მათი შეწყალება, არამედ ამ თემით პროპაგანდისტული მოქმედებია საზოგადოების მიმართ. სინდისის პატიმრები თავიანთი თავისთვის ბიჭებს არ უწოდებიათ. ეს სიტყვა შეარქვა საზოგადოებამ, რომელიც უყურებდა მათ გმირულ საქციელს არა მხოლოდ აქციაზე, არამედ მთლიანად სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას. რა უნდა მოინანიოს ონისე ცხადაძემ, რომელიც საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის იდგა აქციაზე. რა უნდა მოინანიოს ანატოლი გიგაურმა, რომელიც თავს იცავდა მოძალადე პოლიციელისგან. ამ ხალხს არ აქვს დანაშაულებრივი მოქმედება ჩადენილი მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ დონეზე სასამართლოებმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს და ეს გადაწყვეტილებებიც კი გადაკვალიფიცირდა იმ ბრალისგან, რაც პროკურატურამ წარუდგინა. შესაბამისად, რომ შევაჯამო, ამ ხალხს არაფერი არ აქვს მოსანანიებელი, არ აქვს ესე ვთქვათ არანაირი თხოვნა შეწყალების მიმართულებით, ერთადერთი ნაბიჯი თუ კი გადაიდგმება, ეს იქნება მხოლოდ დეპოლარიზაციის მიზნისკენ მიმართული. ადამიანს, რომელსაც არანაირი უკანონო მოქმედება არ განახორციელებია. მას არაფერი აქვს მოსანანიებელი და განსაკუთრებით ის რომ მან აღიაროს რაიმე სახის დანაშაული. იმ ფორმით რომ მოხდეს აღიარება და შემდგომ ეს იყოს წინაპირობა შეწყალების, ამ გზით მე ვფიქრობ, რომ მართალი პარტია ცდილობს იმ არარსებული დანაშაულის აღიარებას და ფაქტობრივი მოცემულობის საზოგადოების მიწოდებას, როგორც არის ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული. მართალ პარტიას სურს, რომ საზოგადოებას დოკუმენტის სახით აჩვენოს, რომ აი, პიროვნებებმა, რომლებიც რეალურად არიან უდანაშაულები, აღიარეს ის დანაშაული, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, ასეთ რამეს ანდრე ჭიჭინაძე არ აღიარებს და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი სინდისის პატიმარი ვერ იტყვის საკუთარ თავსა და სხვა პიროვნებებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი დროებითი საცხოვრებელი სახლისა და ავტომობილის ჩხრეკისას ასევე სხვადასხვა ადგილიდან მტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, მეტადონის შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტამუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოჯახის სიწმინდის დღისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამესა და
მეუფე იოანეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისში სადღესასწაულო მსვლელობა მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის ტაძრიდან დაიწყო. სასულიერო პირები და მრევლი დროშებითა და ხატებით ბაგრატის ტაძრისკენ გაემართნენ. ბაგრატის ტაძრში მეუფე იოანემ საზეიმო წირვა აღავლინა. ისტორია ამ დღის ესეთია, რომ ის მარგინალური ცნობიერებაც მოდის ევროპიდან, ანუ დასავლეთიდან, როგორც გნებათ ისე გაიგეთ, შეეხო ოჯახის ინსტიტუციებს და სულიერ დაარღვია ეს. გამხრივ ცება არის პატივეს მამასა შენს დედასა შენსა. ბავშვს ყავს ორი მამა პირველ მამა მეორე დედა აღარ არის. ან ორი დედა ყავს, დედა პირველ, აი რასაც დასავლეთით თავაზობს. ხო. ანუ ეს თისწინავე ბრძოლა არის. უკეთეს ფარო ჩვენ სიკეთით უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ არათად ლანძღით მუშტით არა ჩვენ ოჯახის სიწმინდე გამოსხდით, სადაც ორივე საჭირო დედას და მამას ერთად, რომ ასე აკურთხა უფალმა. აღორძინდით, გამრავლდით ავსეთ ქვეყანა. ორდეთ ბაზა თავროძეთ. ეროს არ მრავლდება. იგი ის გადაშენდება. ღვთისმშობლებას არ ხვევს. და როგორ გამრავლდება თუ ოჯახში დედმამა არ იქნება. და შვილს იშვილებენ და არაჯანსაღ გარემოში ზღია. ანუ ცნობიერება ბავშვს დაზიანდება უკვე პატარაობიდანვე. ამიტომ უკეთესად ხარ, რომ მოდით ეს თვით დადგენილი ოჯახი დავიცვათ და თქვათ ოჯახის სიწმინდე იყოს. და მარტო ცოლ-ქმარში არ არის. ოჯახში ჯანსაღი გარემო უნდა იყოს. უთეთ სიყვარული, თანადგომა და აი სწორედ აი ამ ოჯახის სიწმინდეს თვით დადგენილს უთხეულს და ამის აქტუალიზაციას ემსახურება დღევანდელ დღე და პატრიარქმა შემოიღო. და ხალხის სიმრავლე რომელიც ამას ესწება, თუმცა მოწონს იმაზე, რომ უმრავლესობა ერისა მომხრეა ამ ღვთის მიერ დადგენილი ამ ოჯახის ინსტიტუციის და ჩვენ ამას ვეთანხმებით, ლოცავ ვაკურთხებ და ვიხარია, რომ ამ დღეს მრავალი მოდიან მშობლები ბავშვებთან ერთად სასწავლებლებიდან მოყავთ და მრევლში თავისად უკვე არის. ამიტომ ხდება ერის გამთლიანება და გაერთიანება. რის საფუძველზე? ოჯახის სიწმინდის და ოჯახის სიმტკიცის საფუძველზე. რომ დღეს სამწუხაროდ არის ოჯახები და გაღრილიდნენ მამა, ბავშვი კითხა აქეთ ბავშვი იღება არიანით ზოგი უცხოეთში წასული მამა დედა, ზოგი აქ არის. ანუ აი ჩვენ ვითხოვთ, რომ თლიანობა ოჯახისა ერის თლიანობის საფუძველია. რელიგში კიდევ ერთხელ ქრისტე აღდგა, უცებ აი კითხვასთან შინაარსში მახსენდება ჩვენი ტკბილი და ბრძენი პატრიარქი ილია მეორე, რამე თუ ოჯახის სიწმინდეზე ბევრ აქცენტს აკეთებდა ჩვენს ერს. ყველაზე მთავარი რაც არის, ჩვენ რო არა პატრიარქის ლოცვა, არა ვთქვათ ჩვენი ჯიშის და ჯილაკის აი ესეთი არა გამონათქველი, აი კარის ზღურბლის სიწმინდე ასე იძახოდნენ. სხვათა შორის არ დაგავიწყდეს და ჩვენი ვაშკაცი მამაკაცები ეხლაც აი ძალიან ისე ქუთაისში უფრო მეტად ნათქვამი, აი ეს ქალბატონი კარის ზღურბლის სიწმინდეაო. მერე ქალბატონი დედოფალია. ბატონი მეფეა და აქედან აგებული და ყველაზე მთავარი რაც არის, ღმერთო, ჩემი ცოდვა მაპატიე, მრავალშვილიანი ოჯახი არის მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის. აი ეს არის ოჯახის სიწმინდე და ყველაზე დიდი რაც კი საუნკვარა გვაქვს ქართველებს, ოჯახი არის პატარა სახელმწიფო.
ვფიქრობ, რომ ისევე როგორც დღევანდელი დღე, ყოველი დღე მნიშვნელოვანესი არის ჩვენთვის ქართველებისთვის და მინდა რომ ოჯახის სიწმინდის დღე იყოს ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს და მინდა რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს დიდებულ საქართველოს მინდა ვუსურვო უფლის შეტევნა, მშვიდობა, სიყვარული და ადამიანები უნდა მოეფერონ ერთმანეთს და ერთად აკეთონ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო საქმე. გილოცავთ ოჯახის დღეს. რომ უფრო ბევრი ოჯახი იყოს და სულ ყველა ბედნიერი ვიყოთ და ერთმანეთი რო გვიყვარდეს. სახელითა მამისა და საწმინდისა სულისა და ჩვენთან არის ღმერთი, არც დაიყოს ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. დღეს არის მშობლის დღესასწაული, სახარებით, ქადაგებით არის ბრმის კვირა. იქ აღწერილია როგორ განკურნა ბრმა ადამიანი დაბადებით. მე მინდა დავაკავშირო საერთოდ უნდა დავაკავშირო ჩვენ ეს ბრმის განკურნება აი დღევანდელი დღის საზემო განწყობას. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ამიტომ მადლობა უწმინდეს და უნტარეს ჩვენ პატრიარქს ილია მეორეს რომ აი ეს დღე ამოირჩია ოჯახის სიწმინდის დღე, ანუ სულიერი მდგომარეობის აღდგინება და ოჯახის სიწმინდე. თუ სულიერად ვერ ვიქნებით ძლიერად ჩვენ არ გვექნება სულიერი სიწმინდე და არ გვექნება ის ოჯახის სიწმინდის დღე და არ იქნება ეს ოჯახის სიწმინდე, რასაც ასე რომ ვთქვათ ჩვენ დღეს ვზეიმობთ. დღევანდელი დღე არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი საზგარდაცვლილი ილია მეორის დაწესებული დღესასწაული არის. ოჯახის სიწმინდის დღე არის. ყველა ქართველს, ყველა მანდილოსანს, ყველა ოჯახს, ყველა მართლმადიდეს ულოცავ აი ამ ძვირფას დღესასწაულს. გილოცავს გენაცვალე და მთელ საქართველოს ულოცავ. ძალიან კარგია დღევანდელი დღე 17 მაისი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ამოსვლით, სანთლები დავანთე, ვილოცე ოჯახისთვის და რა ვიცი, ყველას გაუმარჯოს ყველა ოჯახს საქართველოში. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია მეგატიუმმა ქუთაისში მოქალაქეთა ნაწილი გამოკითხა. ისინი აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს თუ როგორი განწყობით ხვდებიან ამ დღეს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ოჯახების გაძლიერებისათვის. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ოჯახების დანგრევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში სწორი პოლიტიკის არარსებობას ასახელებს. მათი თქმით, აუცილებელია სოციალური პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც ოჯახების სიმტკიცეს შეუწყობს ხელს. ოჯახი არის თავი და თავი, სახელმწიფოსიც და ყველგან, სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ოჯახები ინგრევა, იწეწება, იმიტომ რომ არ არის პოლიტიკა, სახელმწიფო ნება არ არის იმისი, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახები იყოს საქართველოში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პირველ რიგში თავისი, პირველ რიგში შრომითი რესურსი. რო არ აქვს ხალხს მიდის საზღვარგარეთ ინგრევა ოჯახები და თავისთავად იმ დანგრეულ ოჯახებს მოსდევს მერე გააყრაც და უბედურებას და ყველაფერი და აგერ ბავშვები იხოცებიან წარამარა იქიდან გამოგზავნილ ფულებს არც ბარაქ არ აქვს თავზე დედა არ ადგას მამა არ ადგას თავზე იზრდებიან ისე ქუჩაში და იღუპება თაობები შვილო. ოჯახური სიწმინდე გათავისებული უნდა კონდეს ყველა იმ ადამიანს ვინც თავად ქმნის ოჯახს. დაკანონებული სიწმინდეების ცოტა ნაკლებად მჯერა. ეს უნდა იყოს ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება, სურვილი და ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის. და ოჯახი მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებითია, არა მარტო ადამიანთა ერთობლივი თანაარსებობისთვის, არამედ ქვეყნისთვის. სოციალური საკითხი უნდა მოგვარდეს, უნდა იყოს მაქსიმალურად სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის.
სტუდენტს უნდა შეეძლოს შეთავსება სწავლისა და მუშაობის და თუ ადამიანებს სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესდებათ, შესაბამისად ოჯახიც მყარი იქნება, იმიტომ რომ ფინანსებზე და მატერიალურ მდგომარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ოჯახის შექმნა მხოლოდ ემოციებით და სიყვარულით ვერ ძლებს დიდხან. მჭირდება მას მაინც ის მყარის აყრდენი, რასაც ქვია მატერიალური კეთილდღეობა. მე არ ვლაპარაკობ ფუფუნებაზე და ძვირადღირებულ სასახლეებზე და ავტომანქანებზე. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ საარსებო მინიმუმი და თუ სიყვარულია ოჯახიც წმინდა იქნება მე. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩემო გოგო. ახალგაზრდა ოჯახებს უნდა რაც შემოსავალი არის ძალიან ცოტა. ასე რომ ვერ აქვს ისეთი ახალგაზრდებს, ისეთი ახალგაზრდული ცხოვრება, როგორც უნდა ქონდეთ. ყველაფერს ხრივ. ახლა ისეთი სიძვირია ყველაფერი, დიდი განსხვავება არის. მაღაზიებში ისეთი ფასები იყო, ყველაფრის დაბალი ფასი იყო და ახლა იმ ხელა ფასი არის, შემოსავალი არ არის იმდენი. როგორც ადრე იპატარა შემოსავალი ცოტა იყო ხელფასი, მაგრამ კმაროდა ადამიანს ის ხელფასი და ახლა რამდენიც არ უნდა ქონდეს, მაინც ვერ უზრუნველყოფს. დაბრუნოს მიცეს სამსახური ხალხს, რომ დაბრუნდეს ისინი. და არ იყვნენ იქ ისეთი პირობები არ ქონდეს, რომ იქ წავიდეს. ამ ცუდი პირობების გამო ყველა მედის, რომ ოჯახს ზოგს ავადმყოფი ყავს, ზოგს პატარა ბავშვი ყავს. ყველაფერი ბევრს ითხოვს და აქ რო არ კმარა ის შემოსავალი იძულებულია რომ წავიდეს. და ამ წასვლით ბევრი ოჯახი ინგრევა. სამუშაო ადგილები ეს პირველი შინაარსია იმისი, რომ ქვეყანაში დამაგრდეს და იყოს ახალგაზრდები არ წავიდნენ. კარგი სპეციალისტები უნდა გაზარდონ. პირველეს ყოვლისა ქვეყნის სიყვარული და პატრიოტული გრძნობა უნდა ქონდეთ, რომ უყვარდეთ თავიანთი სამშობლო. ფესვები უყვარდეთ. მარტო რომ წახვალ და იქიდან რომ მოგენატრება ძალიან ძნელია. გარეთ წასულ ადამიანს უყვარს, იშვიათად არსებობს. 5%-იც არ იქნება ისეთი, რომ ქვეყანა არ უყვარდეს თავისი, არ უყვარდეს თავისი კერია, თავისი ფუძე. ამიტომ უნდა ანაზღაურებას უნდა ქონდეს ისეთივე ფასი, როგორიც აქვს სხვა უცხოურ ქვეყნებში. თამას გამოეხმაურა ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის ქალთა კლუბის პრეზიდენტი მაკა ხეცურიანი. მისი განცხადებით, ქართული ოჯახი დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა საზოგადოების ერთიანობითა და სწორი მხარდაჭერით მომავლის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. იმის ფონზე, რომ მტერს უნდა დღეს გაგვყოს, მოახდინოს გარკვეულწილად პოლარიზაცია, ქართული ოჯახები ინარჩუნებენ მეტნაკლებად ერთობას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ასეული კილომეტრი აშორებდეს ერთმანეთისგან ოჯახის წევრებს, სწორედ აი ეს ერთობა არის ის განსაკუთრებული, რაც გააჩნია ქართულ ოჯახს, ურთიერთპატივისცემა და ყოველივე აქედან გამომდინარე იმ პრობლემებსაც გადალახავს, რაც დღეს გააჩნია მათ. ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს ქართული ოჯახი, მათ შორის სოციალური პრობლემები, მათ შორის ეკონომიკური, მათ შორის დემოგრაფიული, ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავი არის მიგრაციის შეუჩერებელი პროცესი, რაც დღეს ქართული ოჯახებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ გამოწვევებსაც გაუძლებთ, გადაულახავთ, რადგან ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ჩვენ გვაქვს ერთი წარსული, ჩვენ გვაქვს ერთი მომავალი, რომელიც უპირობოდ არის ცივილურ და ევროპულ სამყაროში ინტეგრაცია და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ამ ჩვენი მომავლის იმედს რწმენას გვაძლევს ის სიძლიერე, რაც დღეს ქართულ ოჯახებს გააჩნია და რაზეც დღეს დგას ქართული სახელმწიფო. ცნობილ ქართველ პოეტს, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და ჟურნალისტს, ხონის საპატიო მოქალაქეს თინა ჭელიძეს 16 მაისს 90 წელი შეუსრულდა. იუბილარი დაბადების დღეს მშობლიურ ხონში, რესტორან ქროუნ ჰოლში ოჯახის წევრების, მეგობრებისა და კოლეგების გარემოცვაში შეხვდა. საღამო განსაკუთრებული ემოციებით, თბილი მოგონებებითა და ქალბატონი თინას შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისადმი პატივისცემით აღინიშნა. თინა ჭელიძე წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა ქართულ სიტყვასა და განათლებას. მისი პოეზია, ჟურნალისტური საქმიანობა და პედაგოგიური მოღვაწეობა არაერთი თაობისთვის შთაგონებისა და მაგალითის წყაროდ იქცა.
მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მას ეს იუბილე ის კიდევ შემართებით არის მისი კალამი ჯერ კიდევ არ გამსვლარა არ დაბლაგვებულა და ის კიდევ აგრძელებს წერას და ღმერთმა კიდევ მრავალი წელი ყოფილიყო ჩვენს გვერდით მართლაც ღირსეული ქალბატონია ყველას ამგზელი ყველას მასწავლებელი მეც ერთ-ერთი მისი მოსწავლე გახლავართ ლექსების წერა ვერ ვისწავლე მაგრამ თანაჩენი ყველაფერი სიკეთეები ვისწავლე ქალბატონ თინადან მართლაც უზარმაზარი პედაგოგი და ცნობილი პოეტესა ქალბატონია ეს არის მწერალთა კავშირისა და ეროვნული მწერალთა აკადემიის წევრი ის ჯერ კიდევ მუშაობს და ბევრი წელია მუშაობს ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შემოქმედებითი განყოფილების ხელმძღვანელი არის ქალბატონი თინა მე მინდა მას უსურვო ჯამრთელობა პირველში მზეგრძელობა იმზიანოს სიკეთე და სიხარული რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო მას ძალიან მიყვარს ჩემი ბავშვობის პოეტი არის და ჩვენ ოჯახები ძალიან კარგი ურთიერთობა და სიყვარული გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ და მე მისი პატარა მეგობარი ვარ ასე ვთქვათ პატარა ქეთინო რომელიც გამოყავდა სცენაზე ვიღავი წამყვანი თუ ლექსი თუ სხვადასხვა რაღაცეებში ღებულობდი მონაწილეობას ვისნობთ თინას ესე იგი გავიდა უკვე 56 წელი თინა ჭელიძე ჩემზე რა არის 5 წლის უფროსია მეტი კი არა და უკვე 40 წელია რედაქტორობთ გაზეთებს მე ხონელს და თინა ათინაც ამ ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი მეგობარი თინა ავადმყოფობს შვილებოდა წაიყვანეს ძმის შვილებმა თბილისში და მთხოვა რომ ჩვენი გაზეთი ხონელი გამოდის 8 გვერდიანი და თუ შეიძლებაო ჩვენი მეგობრობის ნიშნად პატივი მეციო და სანამ ცოცხალი ვიქნებიო ერთი გვერდიო გაზეთ ათინაც დაუთმოო და იქიდან მოყოლებული შვილო გაზეთ ათინათი არის დაფუძნებული ხონელის გვერდზე ერთი გვერდი თინა მართლაც დიდი პიროვნება დიდი ქალია საზოგადო მოღვაწეა და მან მთელი თავისი ცხოვრება 70 წელი უძღვნა პედაგოგობას ახალგაზრდების აღზრდას მათი სოდნით დაპურებას და ბზესინა და ზეგარათა თინა ჭელიძეს ამამიდა გილოცავთ დაბადების დღეს თინა მომდა სუსურე პირველ რიგში ბევრ წელს ბევრ ასეთ საღამოს სიყვარულით სავსე საღამოს ფასდაუდებელი არის ის სიყვარული რაც ხონს გააჩნია თინა მამიდას მიმართ რაც თინას გააჩნია ხონის მიმართ და არ ვიცი რა უნდა აი ამაზე მეტი ფიზიკურად რა უნდა უსურო ადამიანს არ ვიცი ტელეკომპანია მეგატივი უერთდება მილოცვას და თინა ჭელიძეს ჯანმრთელობას ღირსებასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ შემოქმედებით წელს უსურვებს მეგატივი გილოცავთ